გონია რომ ჰიდროიზოლაცია და დრენაჟი ერთი და იგივეა, მაგრამ სინამდვილეში ისინი სრულიად განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ. ჩემი წინა ვიდეოებიდან სადრენაჟო სისტემებზე ბევრი კითხვა შემოვიდა ამ თემაზე და ერთ-ერთი იყო ის, რომ ჰიდროიზოლაცია გავაკეთე, მაგრამ წყალი მაინც შემოდის სარდაფში. კი, მართალია, რომ ჰიდროიზოლაციის მთავარი დანიშნულებაა კონსტრუქციის დაცვა წყლის შეღწევისგან. ის ქმნის წყალგაუმტარ ბარიერს საძირკველზე, სარდაფის კედლებზე და სხვა მიწასთან კონტაქტში მყოფ კონსტრუქციულ ელემენტებზე. დრენაჟის ფუნქცია კი განსხვავებულია. მისი ამოცანაა მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების შეგროვება და შენობიდან უსაფრთხო მანძილზე გადაყვანა, რათა შემცირდეს ჰიდროსტატიკური წნევა საძირკვლისა და სარდაფის კედლებზე. თუ შესრულებულია მხოლოდ ჰიდროიზოლაცია და არ არსებობს თვითონ დრენაჟი, წყალი მუდმივად დააწვება კონსტრუქციაზე, რაც დროთა განმავლობაში ზრდის დაზიანებისა და გაჟონვის რისკს. ხოლო თუ მოწყობილია მხოლოდ დრენაჟი და არ არის ხარისხიანი ჰიდროიზოლაცია, ტენი მაინც შეძლებს კონსტრუქციაში შეღწევას. სწორი საინჟინრო გადაწყვეტა არის ამ ორი სისტემის ერთობლივი მუშაობა. ჰიდროიზოლაცია იცავს კონსტრუქციას წყლის შეღწევისგან, ხოლო დრენაჟი ამცირებს წყლის რაოდენობას და წნევას კონსტრუქციის მიმდებარე ზონაში. სწორედ ამიტომ საიმედო და გრძელვადიანი შედეგისთვის, განსაკუთრებით სარდაფებისა და მიწასთან კონტაქტში მყოფი საძირკვლებისთვის, აუცილებელია როგორც ჰიდროიზოლაცია, ისე დრენაჟის სისტემის მოწყობა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვშაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით, რაც შეეხება ჩვენთან თანამშრომლობას, გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტის PDF ფაილი და გამოგიგზავნით ჩვენი სერვისის ღირებულებას. ჩვენ როგორც ვაშენებთ, ასევე უწევთ ტექნიკურ კონტროლს ჩვენს ობიექტებს.